როგორც იცით, ზოგადად ინტერნეტის სავსეა არასწორი ინფორმაციით, ბევრი მითებით, განსაკუთრებით კონტრაცეფციაზე და ალბათ აცრების მერე კონტრაცეფციაზე ყველაზე მეტი მითი ხდება ჰორმონოფობია მაგალითად, რა ვიცი, როგორც ვიცით, ინსულინის ჰორმონია და უამრავი ადამიანის დიაბეტით დაავადებული ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, ხო? და კიდევ უამრავი ჰორმონი არსებობს, რომელიც ვიცით და რომელსაც არ გვეშინია. სამწუხაროდ ჩვენთან არ გვაქვს სექსუალური განათლება, ცნობიერებაც არ გვაქვს ამოღლებული და ავიმეღოთ ამ ყველაფრის შესახებ და აი ჩვენს დაფაზე გვაქვს ეს ყველა კონტრაცეფციული სახეობა, რაც ვახსენე, რაც არ მიხსენებია, რაც არსებობს ზოგადად და შეიძლება ასე ვთქვათ მომავალში კიდე ახალი საშუალებები გქონდეს და ანუ ეს ყველაფერი შევაჯამოთ, უნდა ვთქვათ ის, რომ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია პარტნიორთან, მნიშვნელოვანია თანხმობა, მათ შორის თანხმობა კონტრაცეფციაზე, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ პარტნიორს უნდადეს რომ არ გამოვიყენოთ კონდომი, მაგრამ ჩვენ გვინდოდეს რომ გამოიყენოს კონდომი, ან ჩვენ პარტნიორს რაღაც გვაძალებდეს რომ გამოვიყენოთ სპირალი ან აბები, ჩვენ არ გვინდოდეს და ამჟამად ამიტომ უნდა შევთანხმდეთ კონტრაცეფციული საშუალებების, ასე ვთქვათ, სახეობაზეც. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხია, რომ შევაჯამოთ. და რა თქმა უნდა, თუ გაკვეთილს არ ჩამოვარებთ, სემესტრის ბოლოს მე გავიცინებ და საშემოდგომას გამოგაყოლებთ ბოლოში.